ამ პროვინციული თემებიდან უცნობი რომელმაც საშინელება თქვა ირაკლი კობახიძე, რომელიც გასაკვირველია, ცოტა ვერ არის ესე ღიად გეტყვით. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მტრობს, ბიძინა ივანიშვილის ფრთებს მოქცეული პირები, ხელისუფლებად წოდებული ბანდის წარმომადგენლები, თუ ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიღმა მყოფი პირები, თქვენის ნებართვით მოვიცალოთ როგორც იქნა, მოვიცალოთ უნდა მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განვიხილოთ და ეს არის უკრაინა. იმიტომ რომ უკრაინაში რაც ხდება, ან უკრაინის გარშემო რაც ხდება, ან უკრაინაში რაც მოხდება, ეს ბევრწილად, არა ყველა მხრივ, არა ყოველ მხრივ, მაგრამ ბევრწილად განსაზღვრავს იმას, რაც მოხდება ჩვენს ქვეყანაში და პირველ ყოვლისა მე ძახილის ნიშნიან წინადადებას შემოგთავაზებ თქვენის ნებართვით ომი უკრაინაში გაგიკვირდებათ, ან არ გაგიკვირდებათ, დამწუხრდებით, ან არ დამწუხრდებით, მაგრამ ომი უკრაინაში ჩანს გაგრძელდება კიდევ მოდი ასე ვიტყვი, კარგა ხანი მეთქი და თქვენის ნებართვით გავრისკავ და მოვფარგლავ რაღაც გარკვეულ დროს, ხო, გარკვეულ ვადას თუ დროს, მოდი ასე ვიტყვი, 1 წელი მაინც. 1 წელი დღეიდან, ანუ მომავალი წლის 2026 წლის დეკემბრის მიწურულს თუ დასრულდება, შეწყდება, დასრულდება, ესეც კარგი ამბავი იქნება უკრაინისათვის. როგორ გაძლებს უკრაინა 2026 წლის დეკემბრამდე სიმართლე გითხრათ არ ვიცი, გაძლებს მეთქი, ამას დაბეჯითებით გეტყვით, გაძლებს როგორც სახელმწიფო, თუმცა აქ შეიძლება რუსეთის ამ გაავების გამო, ამ გავეშების გამო, იმის გამო, რომ რუსეთი წარმოუდგენელი მასშტაბით რაკეტებს, რაოდენობის რაკეტებს ისვრის უკრაინის წინააღმდეგ და აქ ძალიან მცირე უპირატესობას წინსვლაც აქვს. შესაძლოა უკრაინამ რაღაც გარკვეული ტერიტორიები დათმოს და სულ სხვა პირობებით გაგრძელდეს მე ეგრეთ წოდებული მოლაპარაკებები, მაგრამ სულ სხვა არა. სხვა პირობებით გაგრძელდეს მოლაპარაკებები, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისითაც უკრაინა რასაკვირველი არ დამარცხება, მას აქვს პრობლემები, ეს არის მობილიზაციის პრობლემა, ეს არის იმ პირთა პრობლემა, რომლებიც მიზეზთა გამო უარს ამბობენ, გამოიფიტნენ, დაიღალნენ, არ უნდათ და ასე შემდეგ, უარს ამბობენ ჯარში, ომში წასვლაზე, მაგრამ უკრაინას მაინც აქვს და ექნება სათანადო რესურსი, მათ შორის ევროპელთა ძალისხმევით და საერთოდ დასავლეთის ძალისხმევით, რომ გაუძლოს იმას, რაც ხდება. ახლა მე წაგიკითხავთ, პრინციპში მაინც ასე უნდა ვთქვათ, საბოლოო შეთანხმებას ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის, რომლებსაც რუსეთი არ მიიღებს, ძახილის ნიშანიანი წინადადებაა ეს და ეს არის 20 პუნქტიანი გეგმა, თითოეულ პუნქტზე თუ არა, ბევრ პუნქტზე დეტალურად მაინც გავჩერდით. უკრაინა მოკლედ ამერიკელებთან ერთად შეთანხმდა როგორც ჩანს და მან გაამჟღავნა უკრაინამ უпростоრად ზელენსკიმ 20 პუნქტიანი გეგმის შინაარსი, სამშვიდობო 20 პუნქტიანი გეგმის შინაარსი და ყველაზე უნდა ვილაპარაკოთ თავიდან ბოლომდე. უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურება ცხადია, რუსეთი ამას ხელს არ მოაწევს, ამდენადაც მას 5 რეგიონი საკუთარ შემადგენლობაში ყავს ადმინისტრაციულ საზღვრებში, ყავს შეყვანილი. ეს არის ყირიმი და უკრაინა ცხადია ლაპარაკობს უკრაინის სუვერენიტეტზე, როცა ლაპარაკობს უკრაინის სუვერენიტეტზე მთელ მის დე იურე საზღვრებში. რუსეთი არ დათმობს ყირიმს, ზაპოროჟიეს, ხერსონს, რომელთა ნაწილს აკონტროლებს, არ დათმობს რუსეთი დონეცკს და არ დათმობს ლუხანსკს. დონეცკის 70% აკონტროლებს დაახლოებით, ლუხანსკსაც ვერ აკონტროლებს ბოლომდე, თუ მთლად გულახდილები ვიქნებით. ამიტომ უკვე პირველივე პუნქტიდან რო ვილაპარაკოთ, ეს შეთავაზება, მოდი ასე ვიტყვი, ჩაშლილია, რუსეთი ამას ხელს არ მოაწევს, მაგრამ უკრაინა რა პრინციპებს სთავაზობს მსოფლიო თანამეგობრობას ამერიკელებთან ერთად, ეს არის ახლა გასამხელი, უკვე ხვალ რა მოხდება, ამაზე ვერ გეტყვით, ვინ როგორ განცხადებას გააკეთებს ვაშინგტონიდან, ასე მაგალითად, მაგრამ უკრაინისთვის მისაღები არის სწორედაც რომ ეს. მეორე პუნქტი, თავდაუსხმელობის ხელშეკრულება რუსეთსა და უკრაინას შორის მონიტორინგის საკონტაქტო ხაზზე. რუსეთი რამდენადაც მას უნდა მთელი ხერსონის და მთელი ზაპოროჟიეს დაპყრობა და ვინიც ის იქნება კიდევ უნდა დნეპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქების დაპყრობაც, ამაზეც კი არ იქნება თანახმა და ძალიან კარგი რომ არ იქნება თანახმა, კიდევ ერთხელ ის წარმოაჩენს რომ არის ესეთი იმპერიული სახელმწიფო. მესამე, უსაფრთხოების მყარი გარანტიები შეერთებული შტატებისაგან, ნატოსგან და ევროპისაგან რუსული აგრესიის შემთხვევაში სამხედრო პასუხის ჩათვლით. ბუნებრივია, რუსეთი არ მოაწერს ხელს იმას,
რომ მას ვინმე აუკრძალოს აგრესია, შემდგომი აგრესია, სხვა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მით უმეტეს არ მოაწერს ხელს იმას, რომ ამერიკელები და ევროპელები და ნატო ზოგადად ჩაერთვება ამ კონფლიქტში, უკვე შემდგომ კონფლიქტში ამ ხელს ახალი ომის დაწყების შემთხვევაში. მეოთხე, ანუ სამი პუნქტი უკვე მიუღებელია რუსეთისათვის და ძალიანაც კარგი. უკრაინის შეერაღებული ძალები მშვიდობიანობის დროს 800,000-მდე სამხედრო მოსამსახურის რაოდენობით უნდა დაკომპლექტდეს. რუსეთი ითხოვდა 600,000-მდე, 600,000-მდე შემცირებას, უფრო მეტადაც შემცირებას, მაგრამ აი სუბოლო ვარიანტი იყო თითქოს 600,000 და ახლა 800,000 სამხედროზეა საუბარი მშვიდობიანობის დროს. რუსეთისთვის ესეც მიუღებელი იქნება. შეერთებული შემდეგი ნატოს, შეერთებული შტატები, ნატო და ევროპა უკრაინას მიანიჭებენ უსაფრთხოების გარანტიებს მეხუთე მუხლის მოდელით. თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში მოხვება სამხედრო პასუხი ეს პრინციპში იმეორებს იმ მეოთხე პუნქტს. რუსეთი თავდაუსხმელობის პოლიტიკას ევროპისა და უკრაინის მიმართ ყველა საჭირო კანონში განამტკიცებს. ანუ რუსეთმა უნდა თქვას და ამასაც კი არ იტყვის რუსეთი მიუხედავად ვერბალური განცხადებისა მისი შლეგი ლიდერის მხრიდან, რომ ევროპას და უკრაინას აღარ დაესხმება. ევროპაზეც კი არ იტყვის. ამას უარსა ევროპაზე თავდასხმაზეც კი არ იტყვის. უარს მიზინა ივანიშვილს მინდა მიმართო და მის ბანდიტებს, მაშ ვინ არის ომის პარტია? თქვენი რუსეთი თუ ჩვენი დასავლეთი? უკრაინის წევრობა ევროკავშირში ფიქსირებული თარიღით, ცდომა ევროკავშირის ბაზარზე. ზელენსკი ითხოვს, რომ განისაზღვროს ზუსტი თარიღი 2027 წელი და ძახილის ნიშანი დაისვას. 2028 წელი და ძახილის ნიშანი დაისვას, რომ 28 წელს ქემაინც ყველა ვიცოდეთ, რომ უკრაინა შედის. ახლა მინდა ვიკითხო ბანდიტი ქართული ოცნების მისამართით, 28 წელს თუ შედის უკრაინა და ეს ძალაში შევიდა, არ შევაკლავ ვიმეორებ, იმიტომ რომ რუსეთი არ მოაწერს ხელს, მაგრამ ეს არის პირობები, ეს არის პრინციპები. ვინ არის წინწაწეული ქვეყანა საქართველო თუ უკრაინა ამ მიმართებით ხაზს უსვამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგი არ მოხდა იმით, რომ ჩვენთან ომი არ არის, მაგრამ ომში არც არავინ არ გვითხრება ჩვენ და ეს საკენ კი დაუყარეთ ირაკლის არქუას. მე ხუთი უკასრავად მეცხრე პუნქტი თუ მეათე. გლობალური განვითარების პაკეტი შეიქმნება რამდენიმე ფონდი აღდგენის საკითხების გადასაჭრელად. მიზანი 800 მილიარდი დოლარის მოზიდვა. რუსეთი არც იმით არის დაინტერესებული დანარჩენი უკრაინა, ანუ რასაც აკონტროლებს იმის მიღმა აღდგეს. უკრაინა დააჩქარებს შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების პროცესს. კარგია. უკრაინის სუვერენიტეტისა და ბირთვული იარაღის არქონის სტატუსის დადასტურება. ეს სუვერენიტეტი რო გამოვთიშოთ ერთს, ხო? რუსეთი ასაკურია დაინტერესებულია, რომ ბირთვული იარაღი არ ქონდეს. უკრაინას და არც აქვს მას ბირთვული იარაღი. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კომპრომისი ჯერ არ არსებობს. შეერთებული შტატების თავაზობს სამხრივ ერთობლივ მართვას, სადაც ამერიკელები და მთავარი მენეჯერები იქნებიან. უკრაინა ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ უნდა გააკონტროლონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 50-50-ზე. რუსეთი ამაზე თანახმა არ იქნება. რაზეც თანახმა იქნება ისის წყალებში? რუსეთი 4 არ მოაწერს ცხადია, მოეწონება შესაძლოა საგანმანათლებლო პროგრამების სკოლებში, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურების გაგებასა და ტოლერანტობას, რასიზმისა და წინასწარ განწყობების აღმოფხვრას. ხო, ეს კარგი ამბავია რუსებისთვის, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული დენაციფიკაცია ამით შეიძლება ჩათვალოს პუტინმა, რომ მიაღწია ამ დენაციფიკაციას, რაც არსებითი ტყუილი იქნება, რასაკვირველია, იმიტომ რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სკოლებში, ასე მაგალითად, ანუ უმაღლეს სასწავლებლებში, რასაკვირველია უკრაინა, სადაც მას კონტროლი ექნება დამყარებული, ანუ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის აკონტროლებს, რასაკვირველია ასწავლიან მომავალში ბანდერა, ვინ იყო და სწორ ისტორიას ასწავლიან და არა საბჭოთა ისტორიას ბანდერას თაობაზე და გამანებოთ თავი ერთოს ბანდერას, ისინი რასაკვირველია ასწავლიან აზოვის ბატალიონის თაობაზე. რასაკვირველია ასწავლიან სხვა შენაერთების თაობაზე, უკრაინელი ხალხის ბრძოლის თაობაზე ასწავლიან და რუსებს ეს არ აწყობთ, ამიტომ ეს თვალის ახვევისთვის არის თლად გულახდილები თუ ვიქნებით. ისტორია გაყალბებული არ უნდა ისწავლებოდეს არსად და მათ შორის არც საქართველოში, მიზინა ივანიშვილი კი აპირებს ისედაც გაყალბებული ჩვენი ისტორიის სწავლებას კიდევ უფრო პათეტიკურად და გაყალბებულად ტერიტორიები. ყველაზე რთული პუნქტია, რასაკვირველია, ერთ-ერთი ვარიანტი არის რუსეთი გადის დნეპროპეტროვსკის, მას ნაწილი აქვს. დააკავებული დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოლაევის, სუმისა და ხარკოვის ოლქების იმ მცირე ნაწილებიდან, რომელშიც ინფილტრირებულია ის, ანუ შესულია.
დონეცკის, ლუხანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან კი არ გადის უკრაინა. გავართ იქ, სადაც ვართ. რუსეთს სურს, რომ უკრაინა გავიდეს დონეცკის ოლქიდან, შეერთებული შტატები სთავაზობს კომპრომისს, თავისუფალ ეკონომიკურ ზონას. თუ არ იქნება თანხმობა ვარიანტზე ვდგავართ იქ, სადაც ვდგავართ, ანუ თუ რუსეთი არ მოაწერს ამას ხელს, მაშინ თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ რეფერენდუმის გზით და მაშინ რეფერენდუმზე მთელი დოკუმენტი უნდა იყოს გამოტანილი და მოკლედ რეფერენდუმს შესთავაზებენ მთლიანად უკრაინის საზოგადოებას თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე. რუსეთი ამას ხელს არ მოაწერს, რუსეთს უნდა რომ დღესვე გავიდეს უკრაინა. გუშინ გასულიყო უკრაინა დონბასიდან და თვითონ კი არ დაეტოვებინა ხსენებული ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის, უკაცრავად დნეპროპეტროვსკის, ხო არც დონეცკი არ უნდა დაეტოვებინა, არც ლუხანსკი და არც დონეცკი, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაეტოვებინა და არც უნდა ტოვოს მაგალითად ნიკოლაევის, სუმი და ხარკოვის ოლქების ის ნაწილი, რომელშიც ის არის. რუსეთი და უკრაინა იღებენ ვალდებულებას არ შეცვალონ შეთანხმებები ძალისმიერი გზით. რუსეთი ამაზე თანახმა არ იქნება. რუსეთი არ დააბრკოლებს უკრაინას მდინარე დნიეპრისა და შავი ზღვის კომერციული ბიზნესის გამოყენებაში და კირბურნის კონცხი იქნება დემილიტარიზებული. რუსეთი არ არის მომხრე, რომ შავი ზღვით არ უნდა რუსეთს რომ უკრაინა მივაჭროს შავი ზღვის გავლით, მათ შორის ხორბლით, ევროპის მიმართულებით და მაქსიმალურად შეუშლის ხელს. ეს მეათე ხარისხოვანი პუნქტია, მოდი აიც ასე ვიტყვი. ტყვეთა გაცვლა ყველაზე სამოქალაქო პირების, ბავშვებისა და პოლიტპატიმრების დაბრუნება. ბავშვებისა და პოლიტპატიმრების დაბრუნებას რუსეთი არ ეთანხმება, იმიტომ რომ ეს სავაჭრო ამბავია მისთვის ვაჭრობს ბავშვებისა და პოლიტპატიმრების ყოფნით. უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს შეთანხმების ხელმოწერიდან რაც შეიძლება მალე, თუმცა არ ჩატარდება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, როგორც შეთანხმება ხელმოწერილი არ იქნება, რომც იყოს ხელმოწერილი მაინც. ეს შეთანხმება იქნება იურიდიულად სავალდებულო, მის შესრულებას გააკონტროლებს მშვიდობის საბჭო ტრამპის ხელმძღვანელობით. ტრამპის ხელმძღვანელობით ეგრეთ წოდებულ მშვიდობის საბჭოზე თუნდაც დესანქციების პასუხად რუსეთი თანახმა არ იქნება. მას შემდეგ რაც ყველა მხარე დაეთანხმება ამ შეთანხმებას, დაუყოვნებლივ ძალაში შევა ცეცხლის სრული შეწყვეტა, თუმცა მეორე ინფორმაციაც გაჩნდა, რომ იმის თაობაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტას კიდევ გარკვეული პერიოდი დასჭირდებაო. ეს გეგმა წარმოადგენს უკრაინის ხედვას კონფლიქტის დასრულების შესახებ, ანუ ეს არ არის თლად შეთავაზება, სადაც მთავარი აქცენტები უსაფრთხოების გარანტიებზე და ეკონომიკურ აღორძინებაზეა გადატანილი. განსაკუთრებით საყურადღებოა ტერიტორიების საკითხი, სადაც პირველად არის ნახსენები რეფერენდუმის ან თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესაძლებლობა, რაც გარკვეულ პოლიტიკურ მოქნილობაზე უკრაინისა მიუთითებს, თუმცა კვლავ ვიმეორებ, რუსეთი ამას არ დათანხმდება და რო არ დათანხმდება, ამის ნათელი დადასტურება განცხადება რუსეთიდან პუტინისა, რომელშიც პუტინი კვლავ ითხოვს ცალმხრივად სრულ გაყვანას დონბასის რეგიონიდან და ზაპოროჟიედან და ხერსონის ოლქებიდან არაოკუპირებული, მის მიერ არაოკუპირებული ზონებიდან რუსული ჯარისა. უკრაინული ჯარის სრულ გაყვანას. რაც ცხადია არის შეუძლებელი და წარმოუდგენელი. ომი გრძელდება უკრაინაში და ჩემი მოსაზრებით გაგრძელდება. არის ვერსია, მოდი ასე ვიტყვი, სხვა ფორმით ვიტყვი, რომ ომი გადავრცელდეს სხვაგანაც. ამ 3 დღის წინ თუ არ ვცდები, მათ შორის გადაცემაშიც კონტექსტში მე ვილაპარაკე სუვალკის დერეფანზე. მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სუვალკის დერეფანის გარდა ან ნაცვლად ესტონეთზეც მიიტანოს გარკვეული იერიშები და დაიკავოს ესტონეთის ის ნაწილი, რომელსაც ესაზღვრება თავად. ეს არის მნიშვნელოვანი და მე უკვე მოსთხოვოს დასავლეთს ამ ახალი რეალობიდან გამომდინარე ილაპარაკოს შემოსთხოვოს დასავლეთს, რომ დასავლეთმა თავის მხრივ მოსთხოვოს უკრაინას, რომ უკრაინამ გაიყვანოს ჯარი დონბასიდან და დონბასიდან თუ გაიყვანს, მხოლოდ ამ შემთხვევაში დატოვებს ის ნარვას, ანუ იმ ტერიტორიას, რომელსაც დაიპყრობს რუსეთი გარკვეული პერიოდის შემდეგ და ამით გამოცდის კიდეც ვთქვათ ნატოს კიდევ ერთხელ ნატოს მეხუთე მუხლს, ეს რომ ვიცოდეთ მაინც. ხო, აი ეს არის დაახლოებითი რეალობა, რომ ვიცოდეთ, თული ვიეჰარება მოცემულ ეტაპზე შექმნილი, მაგრამ არა გამოუვალი მდგომარეობა, თუ შეერთებული შტატებისა და ევროპის ერთობა შედგა
სრული ამბავია ესეც. ამ შემთხვევაში რუსეთს ეს ყველაფერი ასაკვირველი არ გაუვა და უფრო უკრაინული პირობებით იქნებიან თანახმანი. მე გაგაცანით არა იმდენად უკრაინულ-რუსული, უკრაინულ-ამერიკული, რამდენადაც სწორედაც რომ უკრაინული ხედვა კონფლიქტის დარეგულირებისა და ამ პრობლემის დასრულების შესახებ. ეს არის ამბავი. ომი გრძელდება. ამის თქმა მინდა. ქართველი რუსები გაცოფებულნი არიან იმის გამო, რომ უკრაინა არ ნებდება. ასეთია ცხოვრება. კიდე რა ვთქვა? რა ვიცი, ნახვამდის.